პირველ რიგში ევროკავშირი მინდა ეკონომიკური კეთილდღეობის გამო, იმიტომ რომ მე ვიცი ყოფილი ვარ ევროპის ბევრ ქვეყანაში და ვიცი რიგითი მოქალაქეები როგორ ცხოვრობენ, მაღალ ჩინოსნები კი არა, რიგითი მოქალაქეები, ვიცი პენსიონერები როგორ ცხოვრობენ და ამიტომაც გულწრფელად მინდა რომ ჩემი ხალხი ქართველების ისევე ცხოვრობდნენ, როგორც ნებისმიერი ევროპული ქვეყნის მოქალაქე, ევროპული კეთილდღეობა მინდა, ადამიანის უფლებები მინდა ისევე დაცული იყოს, როგორც ევროპულ ქვეყნებში და მინდა რომ სასამართლო პარტიას დაქვემდებარებული არ იყოს, მინდა რომ პოლიცია პარტიას დაქვემდებარებული არ იყოს და დღესდღეობით მსოფლიოც აღიარებს რომ ევროკავშირი ყველაზე მეტად იცავს ადამიანის უფლებებს. მე რომ რამე გამიჭირდეს, არ უნდა მეშინოდეს რომ ნათესავმა დამიცვას. მე მინდა რომ მიცავდეს სასამართლო, პოლიცია, სამართალდამცველები. ეს ყველაფერი არის ევროკავშირში და ყველაზე მეტი მართლაც რიგითი მოქალაქეების უფლებები და ეკონომიკური კეთილდღეობა დაცულია ევროკავშირში და ძალიან მინდა უბრალოდ რომ ქართველებიც ვიმსახურებთ იმას, რომ სწორედ ისეთ ევროპულ და ღირსეულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, როგორიცაც ევროკავშირი გვთავაზობს. უწყვეტი პროტესტი რატომ არის? იმიტომ რომ დღესდღეობით აღმოჩნდა, რომ როდესაც კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირს ვშორდებით, თუ ევროკავშირს დავშორდით, მაგრამ თავარი გზავნილი იყო ის, რომ რუსეთს დაუახლოვდით. დღესდღეობით მე რომ ქუჩაში ვდგავარ, იმიტომ რომ ვიცავ ჩემს სამშობლოს. ჩვენ ვიცით, როგორ გვიპყრობდა რუსეთი. ჩვენ ვიცით, რომ არანაირი ცივილიზაცია, ერთადერთი ერი, რომელსაც ცივილიზაცია არ შემოუტანია, თავის დროზე აზიურმა ცივილიზაციამაც და ევროპულმაც შემოიტანა, მაგრამ რუსებმა უბრალოდ გაგვანადგურეს, რუსებმა უბრალოდ ეკლესიები გაგვინადგურეს და მე არ მინდა რომ აი ეს კულტურა რაც გვაქვს ისევ რუსებმა წაგვართვან და ამას ვხედავ რომ უკვე რაც უკვე შემოსულები არიან პირდაპირ სახელმწიფოებრებს ანადგურებენ, პირდაპირ პოლიციელებს ძალიან არ მოსწონთ ახლა ეს სიტუაცია, ალბათ ჩვენზე მეტად, მაგრამ პირდაპირ ბრძანება აქვთ რომ აი ეს უღირსად მოიქცნენ როგორც იქცევიან და ეს არის პირდაპირ სახელმწიფოებრებზე დარტყმა, რომ იყოს ცუდი, რომ გამოჩნდნენ ცუდი და ერთლიანობაში სახელმწიფოებრიობას ექმნება ძალიან დიდი საფრთხე და ის რომ დღეს მე ვარ ქუჩაში ნიშნავს იმას რომ სხვა გზა აღარ დამიტოვეს, იმიტომ რომ მე ქვეყანა მაქვს გადასარჩენი და როდესაც ქვეყანას გადავარჩენთ მე ვუბრუნდებით ევროკავშირს. ანუ ეს ორი ამბავი ერთმანეთთან გადაჯაჭვულია, მაგრამ დღესდღეობით ჩემ ტვინში მე ვდგავარ, იმიტომ რომ ქვეყანას ვარჩენ, თუ ეს საერთოდ არ მინდოდა, მივყავი ჩემთვის სოფელში ვცხოვრობდი და ერთი სუნი მაქვს, როდის წავალ და გავაგზერებ ჩემ სოფელში ცხოვრებას, რომ აღარ მინდა ხმაურიანი თბილისი. მაგრამ უბრალოდ ჩემს უკან ჩემი სამშობლოა და არ მაქვს უფლება რომ გავჩერდეთ. თავარი რასათქმელიც მაქვს არის თავისუფლება მზე ამაღლობელს, იმიტომ რომ იმ ქვეყანისთვის, რომელიც ეხლა მე პირადად ვიბრძვით და ჩემთან ერთად ჩემი თანამებრძოლები ვდგავართ და რუსთაველზე ვიბრძვით, ქალი არ იქნება არასდროს ისე დამცირებული, როგორც მზე ამაღლობელი დაამცირეს სამართალდამცველების მიერ და საერთოდ მე დაპატიმრებული არ იქნება. ანუ ჩემთვის ჩემ წარმოდგენაში სანამ მზე ამაღლობელი არ დატოვებს საპატიმროს და სანამ ის სამართალი რომ პატარა ვიღაც ყელტიტორა ბიჭებმა არ დაამცირონ ქართველი ქალები და ამ სანაცვლოდ ციხეშიც არ ჩასვან, სანამ ეს სამართლიანობას ახლენ არ მოვიპოვებთ, მგონია რომ ჩვენ დიახ რუსული რეჟიმი გვმართავს და დიახ არანაირ თავისუფლებაზე და ღირებულებაზე საუბარი არ არის.